ცხოვრების ცხოვრება, ბაყაყი, რომელიც ცაში დაფრინდა. მამა. ოდესმე გინახავს პატარა კიბორჩხალა ბაყაყი, რომელსაც უკვე აქვს პატარა ხელები და ფეხები. ის მალე ნამდვილ ბაყაყად გადაიქცევა. ვაუ! ნეტავ მეც მენახა. ამას ეწოდება მეტამორფოზა. კი. მეტამორფოზა. მაგრამ იცი, მამა, ბაყაყებს ხანდახან გველები და ფრინველები ჭამენ. ეს ხომ ძალიან სევდიანია. მართალია. მაგრამ ბაყაყებიც ჭამენ კალიებსა და ჭიაყელებს, რომ იცოცხლონ. ეს ყველაფერი არის წესების ნაწილი, რომლებიც შექმნა ცხოვრების ცხოვრებამ. ცხოვრების ცხოვრება. რა არის ეს? მითხარი, მამა. იქნებ ოდნავ რომ წამოიზრდები, მაშინ გითხრა შინ. ნე. მინდა ახლა ვიცოდე. გთხოვ, მითხარი. მართლა გინდა გაიგო? კი, ძალიან მინდა. კარგი, მაშინ მოусმინე ძალიან ყურადღებით. და მამამ დაიწყო მოყოლა. ეს იყო ის სემ ისტორია, რომელიც მას ოდესღაც ბაბუო მოამბო. ისტორია ბაყაყზე, რომელიც ცაში დაფრინდა. აი, ჩვენ ვართ სატოიამაში. შვიდ სოფელში, სადაც ბევრი ცხოველი ცხოვრობს. სრული მთვარის ღამეს, როცა ბრინჯი უკვე დაითესა. ბაყაყებმა დაიწყეს თავიანთი დიდი სიმღერა. გაკო. წავიდეთ მთვარის შუქზე სასეირნოდ. გაკო. გეკო. ძალიან მიყვარს შენი ღიმილი. გეკო. კერო. გთხოვ, ცოლად გამომყევი, კეროიონ. ეს იყო ბაყაყების დიდი სიყვარულის სიმღერის კონკურსი. ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ზაფხული გავიდა და შემოდგომა მოვიდა ბრინჯის ველებზე. პატარა ლარვიდან პიონტა გაიზარდა ძლიერ ბაყაყად. ყოველდღე ის ძალიან დაკავებული იყო ჭამით. დღეს მან დაიჭირა კალია, ჩრიჩინა. და კიდეც ობობა. მაგრამ ერთ დღეს. დიდი გველი პირდაპირ მას უყურებდა. პიონტას სხეული შიშისგან გაიყინა. ეს იყო საშიში, სასიკვდილო წამი. არა. ეს დასასრულია. ახლა ჩამკლაპავს. მან თვალები მაგრად დახუჭა და დაელოდა გველის შეტევას. მაგრამ უცებ. თლაპ. ძლიერმა ქარმა დაუბერა და პიონტა ბალახში გადაისროლა. მან ნელა ასწია თავი და ზემოთ ცას შეხედა. და აი, ის იყო. უზარმაზარი ჩიტი, რომელიც გველით პირში მიფრინავდა. ვოა! წამოიყვირა პიონტამ შოკში. ცოტა ხანს ფეხზე დადგომაც კი ვერ შეძლო. შემოდგომა გაცივდა. და მალე ზამთრის ქარები ამოუბერეს. ჰეი, პიონტა! დროა ზამთრისთვის მოვემზადოთ. რას ნიშნავს, მამა? ჩვენ დავიძინებთ მიწის ქვეშ, სანამ გაზაფხული არ დაბრუნდება. ამას ეწოდება ზამთრის ძილი. პიონტასთვის ეს იყო მისი პირველი ზამთრის ძილი. მამა, ერთი კითხვა მაქვს. რა კითხვა, პიონტა? მითხარი. პიონტამ მოუყვა მამას იმ დღეზე, როცა თითქმის მოკვდა. შემდეგ კითხა. მართლა ოდესმე გველი შემჭამს. რატომ დავიბადე საერთოდ? გთხოვ, მამა, მითხარი. მესმის. ეს ძალიან დიდი კითხვაა. ალბათ ახლა ცოტათი რთულია შენთვის გასაგებად. მაგრამ მე მინდა ვიცოდე. გთხოვ, მითხარი ახლა, მამა. კარგი, მაშინ მოусმინე ძალიან ყურადღებით. რა უნდა თქვას მამამ? ეს საიდუმლოდ დავტოვოთ შემდეგისთვის და ელოდე მომდევნო ნაწილს. კარგი ყველას, თქვენ ყველას მოგეცათ ცხოვრება როგორც ადამიანებს. ადამიანებს არ ჭამენ ისე, როგორც ბაყაყებს. მაშ, რატომ დავიბადეთ ჩვენ? გთხოვთ, გაუზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში.